Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ საინტერესო ბიბლიური თემებზე საუბარს და დღეს მინდა გამოვეხმაურო ესეთ ჩემ პოსტს, რომელიც მე დავდები. გეძოთ სასულიერო პირი, მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი, აღარ ვასახელებ შეგნებულად სახელმწიფოს, ამბობს, რომ მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით ნათლიას ეს არაფერი ფუნქცია არ აქვს, არაფერი მისტიური დატვირთვა არ აქვს და ამაზე გამოვიდა თელი ნებათა ხელვა გამოიწვია საზოგადოებაში, აღშფოთება ხალხმა ზოგმა წევლა დაიწყო, ზოგმა თქვა მართალია, სწორს ამბობს, ბიბლია არსად არ ამბობს ამას. მე მინდა გავცე პასუხი ამას ყველაფერს თქვა, ბიბლია როგორ უყურებს ამას, ვთქვათ, საეკლესიო ისტორიაში როგორ წარმოვიდა ეს ნათლიობის ინსტიტუტი და ვთქვა ჩვილების ნათლობასთან შესახებ, რადგანაც არის ესეთი სწავლება, რომ თითქოს ჩვილებს გადაედობა ადამიანის ცოდვა, ამიტომ ისინი საჭიროებენ ნათლობას და ამიტომაც ისინი რო არ წავიდნენ ჯოჯოხეთში და ადამიანის ცოდვას ბრალი არ დაედოს, ამიტომ ისინი ნათლავენ. ამას ყველაფერს მოკლედ ვისაუბრებ, როგორც ყოველთვის და ვეცდები ბიბლიური პასუხი გაგცეთ და რა თქმა უნდა ებრაული ტრადიცია. თუ როგორ უყურებს ებრაული ტრადიცია, როგორ უყურებდნენ ამას ქრისტეს დროს ებრაელები და საერთოდ ისრაელში როგორ აღიქვამენ ამას ყველაფერს, ამაზე ყველაფერზე ვისაუბროთ. მაშ ასე დავიწყოთ პირველი ნათლია. ეს მღვდელი აბსოლუტურად სიმართლეს ამბობს, ჩემო კარგებო, როგორც მართლმადიდებლურ სწავლებაში, კანონიკაში არ არსებობს როგორც ასე ფუნქციურად მისტიური დატვირთვა ნათლიას არ აქვს და არც ბიბლიაში გვხვდება ესეთი რამე პრაქტიკა. საიდან წამოვიდა ეს პრაქტიკა? ისტორიულად ნათლიების ინსტიტუტი, ასე როგორც ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა მეორე საუკუნეში, დაახლოებით მეორე საუკუნის ბოლოს, როდესაც ეკლესია იყო დევნაში, თქვენ იცით რომ რომის იმპერიაში ქრისტიანები იდევნებოდნენ სასტიკად და ამისათვის ვისაც ნათლობა სურდა, ყველას არ ნათლავდნენ, იმიტომ რომ ზოგი იყო შეგზავნილი აგენტი, ჯაშუში, ზოგი ისე და ზოგი პროვოკაციებს აწყობდა და ამიტომ ჩემო კარგებო, ვიც ინათლებოდა, უნდა ყოლოდა მას ადამიანი გვერდში პასუხისმგებელი პირი. ლათინურად ამას სპონსორი ქვია, თავდები პირი. თავდები პირი, რომელიც ადასტურებდა ეკლესიის წინაშე, რომ ეს ადამიანი მართლა წამს ამ ადამიანს, მართლა იწამა იესო ქრისტე, მართლა ცხოვრობს ამ კანონების მიხედვით. ამიტომ მე ვარ თავდები ადამიანი და ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ეს ადამიანი მოინათლოს. აი ესეთი დატვირთვა ქონდა ამას. ეს ვამბობ მეორე საუკუნის შუა რიცხვებში, ეკლესიის დევნის პერიოდში. მაგრამ როდესაც ეკლესია გახდა უკვე სახელმწიფო რელიგია, მეხუთედან მეცხრე საუკუნის ჩათვლით დაკანონდა და შემოიღეს ეს ნათლიების ინსტიტუტი. ჩემო კარგებო, რომ იცოდეთ ეს ნათლიების ინსტიტუტი და ამას ქონდა უბრალოდ იურიდიული მხარე, რომ ადამიანზე ვიღაცა ზრუნავდა, მაგრამ ამ დროს წამოვიდა ისწავლება, რომ ჩვილთა ნათლობაც აუცილებელია, რადგანაც ზოგიერთმა ჭყალებში ვთქვათ, საეკლესიო მამებმა არასწორად გაიგეს ბიბლიის მუხლები, კონკრეტულად უყვართ ციტირება 50 ფსალმუნის, როცა დავითი ამბობს ცოდვაში დავიბადეო, აი ხედავთო, ბავშვო თანდაყოლილი ცოდვა მოსდევსო და ის აუცილებლად უნდა მოინათლოს. ეს არასწორად გაგებული იყო ეს მუხლები. ანდა იმ პავლე მოციქულის სიტყვები, ერთი ადამიანიდან შემოვიდა ცოდვა და გადაედო თელმკაცობრიობას. ესეც არასწორად გაგებული მუხლებია, ჩემო კარგებო. და ამიტომ შემოვიდა ეს სწავლება, რომ თითქოს ჩვილებს ნათლობა ჭირდება. მაგრამ მოდი ბიბლია რას ამბობს? ბიბლია, ჩემო კარგებო, გვასწავლებს, რომ ღმერთი სამართლიანია. და სამართლიანი ღმერთის
ბუნებიდან გამომდინარე გამორიცხულია ღმერთმა მოთხოვოს პასუხი ადამიანს იმაზე, რომ იმის ბაბუამ ამ მამამ დააშავა მოკითხოს პატარა ჩვილს. ეს აბსურდია, ეს ღმერთის სამართლიანობა ირღვევა. მას რასში გვაქვს საქმე, რას გულისხმობს პავლე, როცა ცოდვა შემოვიდა. პავლე შემოკარგებო, არა თვითონ ცოდვის ბრალეულობას გულისხმობს, არამედ გულისხმობს ცოდვისაკენ მიდრეკილებას. ცოდვისაკენ მიდრეკილება რას ნიშნავს? ნუ გავუმარტოთ ახლა ჩვენ. ცოდვისაკენ მიდრეკილება ნიშნავს შემოკარგებო იმას, რომ ადამიანი რო იბადება, მას უკვე როგორც შეუძლია სიკეთის გაკეთება, ასევე ბოროტის გაკეთება, მაგრამ ამ ბოროტის გაკეთება ხანდახან ძალავს ამას. ესეთი გამონათქვამია, ბავშვს სიკეთის კეთება ასწავლია, ბოროტებას ცუდს თვითონ გააკეთებს. არის რაღაცა ლოგიკა. ანუ ცოდვა შემოკარგებო, ცოდვის ბრალი კი არ ედება, არამედ ცოდვისაკენ მიდრეკილება გადავიდა ადამიანში. და ჩვენ ვიცით, რომ ბავშვს სანამ ნებებლობა არ აქვს, ანუ თავისი ნება, ის ვერანაირად ვერ ჩაიდენს ისეთ ცოდვას, რომელიც მას დაღუპვისაკენ მიიღოს. ეს აბსურდია. თვითონ პავლე ამბობს, სანამ ჩვილი ვიყავი, უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ როგორც კი რჯული გაცოცხლა ჩემში, მაშინ ბრალი დამედოა. ანუ პავლე რას ამბობს? პავლე უნდა ხდება ამბობს ზუსტად იმ შეგნებულ პერიოდს, როდესაც ადამიანი მცნება, ცოცხლება მასში და ის დგება არჩევანის წინაშე. ან შეასრულებს ამ ცნებას, ან წავა ამ ცნების წინააღმდეგ. და ამას გულისხმობს პავლე მოციქული და ამიტომ სწავლება იქიდან რომ ჩვილები აუცილებლად უნდა მოინათლოს, ეს არის შემოკარგებო რბილად ვთქვათ, ცარი შეხედულება. და ბავშვების ნათლობა აქედან გამომდინარე არის აბსურდი. ასე რომ მის მღვდელი, რომელიც ამბობდა შემოკარგებო, რომ ნათლიას არავითარი მისტიური დაწვით არ აქვს, სრულებით მართალი აღმოჩნდა შემოკარგებო და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი რო იბადება, ის არ იბადება ცოდვილი. ცოდვისაკენ მიდრეკილებით იბადება ადამიანი და არა ცოდვის ბრალდებული იბადება. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა შემოკარგებო და ღმერთის სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვილი ბავშვი უკვე დამნაშავია და აუცილებლად წავა სატანჯოში და იმაში. ეს აბსურდია შემოკარგებო. მაშინ ის ბავშვი, ჩვილი ბავშვი რო ხდება ხო ეტყვის ღმერთს, რაღაცე გამაჩინე თუ ჯოჯოხეთში მიშოვდიო. ნუ ეს აბსურდია ეს ახამდე. ესეთი ლოგიკა ჩვენ მიგვიყონ ძალიან ცუდ თეოლოგიურ დასკვნებამდე. მეორე მომენტი, რაც მე მინდა გითხრათ, როდესაც ფსალმუნებს ციტირებენ დავითის ამ ფსალმუს 50 ფსალმუნის 7 მუხლს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჰერმენევტიკის მტკიცე პრინციპი. ჰერმენევტიკა ეს არის ბიბლიურ ჰერმენევტიკას გულისხმობ. ჰერმენევტიკა ეს არის მეცნიერება, ანუ დისციპლინა, რასაც ქვია ბიბლიის განმარტების პრინციპებს სწავლობს. რას ამბობს ჰერმენევტიკა? ჰერმენევტიკა ამბობს ესეთ რამეს, რომ დაუშვებელია, დაიმახსოვრეთ, დაუშვებელია იგავური ჟანრის, პოეტური ჟანრის თხზულებიდან წამოვიდეს დოგმატური სწავლება. დოგმატური სწავლება მხოლოდ დიდაქტიკური წერილებიდან. კერძოდ ეს პავლეს წერილებია, ეს სახარება. აქედან გამომდინარე, რომ დოგმატი ჩვენ შევიმუშაოთ იგავებიდან და პოეტური წიგნებიდან, ეს არის აბსურდი, რადგანაც პოეტურ წიგნებს ახასიათებს ემოციური ფონი, ახასიათებს ჰიპერბოლა, ახასიათებს სიმბოლიზმი. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირად ვერ დაუშვებთ იმას, რომ აი დოგმატურად დავითი, რადგან ამას ამბობს, ცოდვაში დავიბადე, ესე იგი მართლა ცოდვაში დაიბადა დავითი. რას ამბობს ებრაული ტრადიცია დავითზე? როგორ განმარტავს ებრაული ტრადიცია ამას? დავითი თავის ორი განმარტება არსებობს. ერთი უფრო მოგვიანებით, მაგრამ
მე უფრო პირველს ვემხრობი, რადგან ის უფრო ადრინდელია. პირველი ამბობს, რომ დავითი თავის სულიერ მდგომარეობას აღწერს იმ მომენტში, როდესაც ის ცოდვაში ჩავარდა და წერს, რომ მან გამოხატა თავისი ემოციური ფონი იმისა, რომ დავითმა დაინდაბლა თავი და თქვა, რომ ცოდვაში დაბადებული ადამიანი ვარ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედამისმა იმრუშა, ან მამამისმა. ეს აბსურდია. ესეთი რაღაც არ უნდა წარმოიდგინოთ თქვენ. ანუ აქედან უკვე გამორიცხულია დოგმატური სწავლება. ავიღოთ. მეორე რაც ებრაულ ტრადიციაში ეს უფრო გვიანდელი გაჩენილი ტრადიცია, ანუ შუა საუკუნეებში გაჩენილი კომენტარებია იუდაიზმში, ისინი ამბობენ, რომ დავითი გულისხმობს თავის პირვანდელ ცოდვას, რომელიც წამოვიდა, თქვენ იცით, რუთი მოაბელი იყო და მოაბელები იცით როგორ გაჩნდნენ. ინცესტის მეშვეობით გაჩნდნენ ისინი, ლოტის შვილები, ლოტის ისტორია და დავითი თითქოს ამას გულისხმობს, რომ ჩემი თელი საგვარეულო აქედან მოდისო და ეს აქვს თითქოს დავითი ამაში. ნუ ასია თუ ისია, ფაქტი ამაში მდგომარეობს, რომ არც იუდაიზმი, ჩემო კარგებო, აი რასაც იესო ქრისტეს დროინდელი იუდაიზმია, არც თანამედროვე პროტესტანტული ეკლესიები არ აღიქვამენ პირვანდელ ცოდვას, ანუ ადამიანის ცოდვის ბრალეულობას არ გადადებენ ბავშვებს. ეს გამორიცხულია. ისინი ერთხმად ამბობენ, რომ ცოდვისაკენ მიდრეკილება შეიძინა ადამიანმა, ცოდვის ბუნება შეიძინენ. ახლა გაგიმართოთ რაც შეეხება ცოდვის ბუნება. ცოდვის ბუნება ნიშნავს, რომ ადამიანი ცოდვას ჩადის, იმიტომ კი არა, რომ ცოდვას ჩადის, არამედ ის ცოდვილია ბუნებიდან გამომდინარე და ამიტომ ის ცოდავს. ცოდვა ეს არის ხასიათი. ეს ცოდვის ხასიათი შეიძინა ადამიანმა და არა მისი ბრალი. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ცოდვილი ხასიათი თუ აქვს, ის გინდა თუ არა ცოდვას ჩაიდას. ეს არ ნიშნავს ამას. და სწორედ იესო ქრისტე მოგცა ამის ძალა, რომ მისმა მსხვერპლმა მოიტანა, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ამ ჩვენ ცოდვილ ბუნებას, ამ ჩვენ ცოდვილ ხასიათს, რომელიც გვაქვს სანამ ჩვენ სხეულში ვართ. ვაღვდგებით და გარდავიცლებით და მე მისი აღდგომა რომ მოვა და აღვდგებით ახალ სხეულში, ეს ავტომატურად მოიხსნება ეს პრობლემა. ამას გვასწავლის ბიბლია ჩვენ. აქედან გამომდინარე, ის მღვდელი რასაც ამბობს, რომ ნათლი არაფერ ფუნქციას არ ასრულებდა, არა მისტიურ ფუნქციას არ ასრულებს, ეს აბსოლუტურად სიმართლეა და ინსტიტუცია ნათლიების შემოვიდა მეხუთე საუკუნიდან დაიწყო ამას შემოსვლა, როგორც ინსტიტუტი, ნათლიების ინსტიტუტი და მე-9 საუკუნის პერიოდი, მე-5-დან მე-9 საუკუნეში უკვე დაკანონდა, ანუ ფორმირდა უკვე როგორც დღევანდელ დღეს გვაქვს ჩვენ ნათლიის ინსტიტუტი. აი ამ პერიოდში მოხდა ამ ნათლიების ინსტიტუტის დაკანონება და პლუს ამას ეს იყო, რომ ნათლიების ქორწინება აკრძალული იყო. ეს ყველაფერი ეს ტრადიცია შემოიღეს მე-5 საუკუნიდან მე-9 საუკუნის ჩათვლით. ამაზე ჩემო კარგებო, თუ თქვენ უფრო გაინტერესებთ, მე ჩემს მეგობარს ისტორიკოს ჩავწერ. თუ ეცლება იმას, რა თქმა უნდა, ის ცოტა დაკავებული პიროვნებაა. თუ ეცლება იმაზე ჩავწერ ვიდეოს, ვკითხავ ყველაფერს და ის დაწვრილებით მოვაყოლიებ ამას ყველაფერს ამ დეტალებს, რაცაა. მე უბრალოდ დეტალებში არ შევდივარ. მაშასე, მე შევეცადი ამ მშვენიერ ბუნების წიაღში, სადაც მე ახლა ვიმყოფები, თქვენთვის გადმომეცა ეს საინტერესო ინფორმაცია ნათლიებთან დაკავშირებით და ნუ აღშფოთებით იმაზე, რომ არიქა ამ მღვდელმა არასწორი თქვა და არაფერი. ამ მღვდელმა ყველაფერი სწორი თქვა, ბიბლიურად არავითარი მისტიური დატვირთვა არ აქვს ნათლიას, თუმცა მე როგორც ასე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, თუ ადამიანს უნდა ვიღაცა ნათლია დაიყენოს, როგორც თავდები პიროვნება, მაგრამ თავდები პიროვნება ეს ნიშნავს, რომ ის არ არის შენი ცოდვების მიერ პასუხისგებელი, შენ შადენილი ცოდვებზე, რადგანაც ეს აბსურდია, ესეთი დამოკიდებულება. თუ ის ნათლია ზრუნავს შენ ღმერთის სიტყვაში, გაგანათლოს და გაგაძლიეროს, მაშინ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მაგრამ თუ ის გეუბნება, რომ შენ ცოდვებს ის იტვირთავს და
შენ დანაშაულს პასუხს ისაგებს, ეს ძმაო, ეს ძალიან ცუდ დღეში ჩაგაგდებთ. მაშა ასე, დავამთავროთ დღევანდელი თემა. იმედია გასაგებად გადმოგეცით, საინტერესო იყო თქვენთვის. დააწერეთ კომენტარებში რა თემაზე გინდათ და ასე მოკლე ვიდეო პასუხს ჩავწერ შეძლების დაგვარად. აი გამომივიდა რომ მესამე დღეა ვწერ უკვე ზედიზედ 3 ვიდეო ჩავწერე ღმერთის წყალობით. იმედია ასეც გავაგრძელებ კიდე. ასე რომ მადლობა თქვენ. ჩემო ილოცეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად დააკომენტარეთ და აუცილებლად ვისაც გინდათ ფინანსურად გვერდში დაგვიდგეთ, რათა არხი რო კიდევ უფრო განვითარდეს და უფრო საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. ჩვენ გეგმავთ ძალიან ბევრი კარგი გეგმები გვაქვს, მაგრამ აი უსახსრობის გამო ვერ ვქნით ბევრ რამეს და ვერ ვაკეთებთ. მაგრამ თუ თქვენ დაინტერესებული ხართ რომ არხი კიდევ უფრო განვითარდეს და საინტერესო კონტენტი იყოს, საინტერესო სტუმრები გყავდეს და უფრო პროფესიონალური მხარე მიიღოს ამ ყველაფერმა, მაშინ ჭირდება თქვენი გვერდში დგომა. ამიტომ პირველ რიგში ილოცეთ ჩვენზე და მეორე რიგში ფინანსურად დაგვიდეკით გვერდით. მადლობა ყურადღებისათვის და უფალი ქმარავდეთ ყველას.